არ მაგას თავი დაანები, просто ანუ გემრიელის და ბევრი ინგრედიენტია. ბევრი ინგრედიენტებია, კი. ერთი 5 ინგრედიენტი ექნება. ნახე, ეს ინგრედიენტი არის. ბრაზილიური ღორი, ირანული ერბო, რაღაცა ქართული გვინდა რა. და ეს ზის ქართულში. ხული. კი ბატონო, თუ ერაყული კიტრი. აუტისტური შემოდება იყო. რაღაცა დამავერბოკა გიორგიმ და მგონია რომ ერთიდან რა სიტყვებს ხმარო. სულგუნატორი. ქართული შესაძყვისი არ ვიცი, ისე ვერბოკა ქართულად. ამაჩი მონა. არა. იცი რა? დამამუშავა. გიომ დამკე რა. ჟალია მოგოლო. ანუ ესე იგი შენ ჯერ კიდევ არ უშვებ იმას, რომ შემიძლია მაკდონალდზე გავიჯვა? არა, რა შუაში, მაგას ანუ ესე ორიგინალურად იწყება შიდა სამზარეულოს მორიგი ეპიზოდი. მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ გოგა ბოჭორიშვილი, წერალი. არანაირი ლიტერატურული წიაღისეულები არ გვექნება. შიდა სამზარეულო მოგეხსენებათ არის კულინარიული გადაცემა, ჩემო გოგა და სტუმრად ვიმყოფები გოგასთან, კონკრეტულად კი მის შვილთან, მის მიერ შექმნილ ბრენდთან სახელწოდებით წვარადონა. დიდი კითხვის ნიშანი, ვისაც გაგიჩნდათ თავზევით ესე. მათ გასაგონად გოგა მოყვება რა არის წვარადონას კონცეფცია და მე სტუმრებთან დაკავშირებითაც ორ სიტყვას გეტყვით. ვიესალმებით მაყურებელს, მოგიყვებით, საიდან შეიქმნა ეს ბრენდი და ეს იდეა საიდან წამოვიდა. სადღაც 12 წლის უკან მე საბურთალოზე ვცხოვრობ. მოხდა ისე, რომ რაღაც არჩევანი იყო, ან უნდა ქვეყანა დამეტოვებინა, ან აქ უნდა დავჩენილიყავი. მე ვიფიქრებები და რაღაცა უნდა გაგეკეთებინა. უნდა გამეკეთებინა ესეთი რამე, რაც სხვა მერე ვეღარ გაიმეორებდა, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაც ახალი იდეებს იმეორებენ. მე მიყვარს ისეთი რაღაცის მოფიქრება და მოგონება ყველა სფეროში, თან მეღვინეცვა, თან ხატავ, ეხლა სხვა რაღაცებიც ვიცით რა, რაღაცებს ფიზიკა, რაღაცებზე მუშაობ. მაშინ ეგრე უნდა გამომეცხადები. წერალი, მეღვინე, მხატვარი, რაღაცა, მაგრამ ბევრ ამას თვითონ ვაკეთებ, თვითონ ხვდები, არ მისწავლია მე თვითონ ვაკეთებ, მაგრამ მაინტერესებს და იმიტომ. მათ შორის კულინარიაც. კულინარია მაინტერესებს ძალიან. გაგნიძე იყო ესეთი ძალიან მაგარი სპეციალისტი, რომელსაც ხონა ოქროს მარცხენა. ეს ვარავ თქვა არ შეიძლება. მოგებული როგორც ახლა ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო, ეგრე არის. და მან თქვა, მოიგო ის ქართველი იყო და მან თქვა, რაჭველი იყო, რომ ორი რაღაცა არსებობს კულინარიაში. ერთი, ამოწურვადია ინგრედიენტები და ამოუწურავია კომბინაციები. და მეორე თქვა, რომ ყველაზე გემრიელი მაინც არის ხელით მოზელილი და გაკეთებული და შესაძლებელი. აი ეს ორი რაღაც თქვა. მოკლედ უგითხრათ, ესე იგი ბახტრიონზის ბოლოში იპოდრომთან რაღაც პატარა სათავსო გარაჟი ესე თქვა, რომელიც გზის ხარეზე იყო, იქ გავაკეთე, ჩავდი თიხის თონე, მოვიყვარე გურჯაანელები, ცოლხმარი, შეშა მოვიტანე, გარეთ შეშები დავალაგე და დავიჭერე ნაჯახი, დავჭეხე და დავიწყე რა. ის ადგილი ვამუშავე 3 წელი, მე რაღაც პარკინგის პრობლემა შეიქმნა და რაღაც პრობლემები და მოკლედ ისეთი სიტუაცია შეგვექნა, რომ იძულებულო წამოსულა დაგვეკეტა, მაგრამ უამრავი ხალხი განიცდიდა ყოველთვის რაღაცას. და იქ სხვათა შორის მოხდა ამ მწვადთან დაკავშირებული და რაღაცა პროდუქტებთან დაკავშირებული ბევრი რაღაცის მოფიქრება. გაკეთება, რომელიც ვერ გადავახორციელე იქ. და მე ხა მაქვს ესეთი კონცეფცია, რომ მე მაქვს იაფად, რაოდენობაზე მაქვს გათვლილი, რომ ბევრი გაიყიდოს, მე თვითონ მუშაობ, მეუღლე მუშაობს, ჩემი მეგობრები და ვარ ხარისხიანი, ანუ აი ჩინელებს ხო უხარისხო ბევრი აქვს და მე ბევრი მაქვს ხარისხიანი, აბა პატარა ვარ. როდის მოხდა გადმოსვლა ამის სამართლად? 12 წლის უკან დავკეტე და გავაღე, წრინახევის უკან ფანასკეტელზე გავაკეთე კიდე, დამოვქოქე, იქაც დავიწყე რაღაცა და მე იქ შეიქმნა, მე კიდე რაღაცები სასმელი შეიქმნა, საწებელა შეიქმნა, მე ვისაუბროთ მაგაზე. აქ მე გადმოვედი 8 თვეა, ეხა ახმეტელის ქუჩად გადააკეთეს, ვასაძე იყო, ანუ ეს მაგშაურმა და გდანიშაურმა და ისვა ეს ქუჩაა. და სტრიტ ფუდის ობიექტებით გათქმული ქუჩა. დია და ეკლესია რო არის, იმის ეკლესიის წინ ვარ. კი ბატონო. ეკლესია რო არის, მაგის წინა ვარ. ესე იგი ეს არის ახმეტელის 24 ნომერი, დიახ. დაიმახსოვროთ პირველ რიგში ეს მისამართი. რატომ წვარადონა არ გითხოვს და მითხარი? ჩემო შონზო, ესე იგი წვარადონა და დავარქვი. ხა ჯერ ხო წერ ხატავ რაღაც ბლექსის ამბავში, ჩაჯდა რითმა ჯერ
პელედონა, მწვადი და პელე და რაღაცა ხო არის, აი პელებიჭია, მარადონა, ბოტასებიაცია, მარადონა სახლია და ესე იგი ვიტყვი რომ რაღაცა ხარისხივა თანა მარადონა კარგი ადამიანი იყო შინაგანად ეხა ბევრი ნიჭიერია და არ უყვარს ისე ხალხს, მაგრამ ეს ნიჭიერიც ხო, კანიჯანს მევას. წვარადონა ჩაჯდა რითმაში და ეხა მარადონა, მწვადი მარადონა მაგარია. ხო ეძახოდე კვარადონას. ინსპირაცია მომცა ეხა კვარადონა, მაგრამ რამდენი ხანია რაც ვართ ამის სამართლზე? ამას სამართლზე ვართ უკვე მერვე თვეა. რა დასახელების კერძებს ვარ. ესე იგი, თავარი რაც არის, მე გამოვიყენე პირველ რიგში პური, რომელსაც კახურიშოთი შუაზე ვჭრი, მე გვერდულად. მაგრამ მე აუცილებლად ავირჩიე იქ რაც იყო, იქ თიხის თონეზე გამოცხარი ოღონ შეშაზე ხელით. იქ რო იყოს ახლა გაზზე და დენზე არ მივიღებ. იმიტომ რომ ყოველ დეტალს მნიშვნელობა აქვს, რომ იყოს სრულყოფილი. არ შეიძლება რაღაცა გამოვაკდეს და იყოს მაგალითად მაინბახი. ხო, უნდა იყოს კაი. ხო და ანუ არის ხელით გაკეთებული თოქმარი აწყობენ გულიანად კახურიშოთი, რომელიც მომახმე საბურთალოდან აქ ჩემი მანქანი. მაგ ხუთლარიანი პორცია, ანუ რა არის, პური არის ყველა ერთ და იგივე, ხუთლარიანშია დავშტა 130 გრამი უძულო ხორცი ნაკლები ცხიმიანი, თუ უნდა ცხიმსაც უზავ, არის კიდე 7ლარიანი დიდი, კიდე არის ორმაგი, რომელსაც ქვია ვანდამი. ანუ ორი რო იყოს ხო ორმაგი დარტყმის ხო ეხა ახალებს ძველებმაც იციან და ვანდამი ანუ ორი ცალი რო იყოს ხვათი ეღერება და ავდექი და ლარი დავაკეთე და რაც არ უნდა და გაუხარდეს მაინც ანუ მე რო საუკეთესო პერიოდში ჭამდი ეგ ორმაგი დამაკმაყოფილი კი აუცილებლად 7-იანი დამაკმაყოფილი კი მე არის კიდე ისა სამაგი არის ორი მწვადი და რაღაც ან მეგრული კუპატი ან იმერული კუპატი ან ნიყვი ან სურგონი მე მოგიყვები ყველაფერი მაქვს იგრე როგორც ახლა ის რო აქვს Volkswagen-ს ბევრი მოდელები Toyota-ს ეგეთი რაღაცა კარგი სად შეუძლია მაყურებელს აი შენი მენიუ ნახოს ჩემი მენიუ შეუძლია ნახოს Volt-ზე, Glovo-ზე და Bolt-ზე მე კი ვიცი კახელებისგან რომ საერთოდ ნამდვილ მწვადს არანაირი საწებელი არ ჭირდება მაგრამ ეხა ქალაქურად მოდაშია რაღაც საწებლების თემას და საწებელიც განსაკუთრებული საწებელი რო არ იყოს მე ბორნიში არ დავაყენე ნაკრებში იგენაცოლი სახელიც ქვია რამე ჭოპორტიუსი ქვია მაგრამ არა იყო ცი ჭოპორტი არის სპიარის ამბავი ჭოპორტი არის ლეგენდარული თხელკანიანი ქართული ვარდისფერი მაგრამ ჭოპორტი დავარქი ჭოპორტიუსი რო ესიც გაიხსენონ და მარადონას უგარი და ჭოპორტიუსია ეხა ვენესიუსის ამბავიცაა ცოტა მაგრამ კი ეხლა მამარდაშვილთან ვერ ძოვს მაგრამ ქართული მალე ყველაფერს დავანახეთ. არაც ისე არის, ვერავინ ვერ უგებს, მაგრამ ჩვენ ტყუილი ხალხი ვართ. ანუ ჭოპორტიუსის საწებლად და გამაგრელებელი გვაქვს კიდე პანჩო ჩვენი ბარდი, ჩვენი ჩემი ძმა მეგობარია. და მაგარ მიცხოვრო, დაარქვიო გოგაგოლაო რა. არა, გოგაკოლაო, გოლა. არა, გოგაკოლა დაარქვიო. აუ მეთქვი ბიჭო, დავა ბიჭი კაცი ხო და დავარხმევ თქვა, კაი იდეა თქვა, რაღაცა ეხა ჩემი სახელი მეთქვი დავარხა. და ერთმა მითხრა ჭუიანო ბიჭო, შევაშო წვარადონა გაქო და გოგაკოლა რატო უნდა გოგაგოლა დაარქვიო. ვენაცვალე იმას აღარ მახსოვს, სახელი ეხა მომისმეს და ჯიგარია. მაგარი კაცი და გოგაგოლა, გოგაგოლა წვარადონა. ჭოპორტიუსი, ვენესიუსი. მეთქვი დავაი ბურთიდე. და გავაკეთეთ რა. გოგაგოლა. მე როდის შევალ სამზარეულოში და როდის დავცხებთ სტუმრებისთვის გასაკეთებელ სამ რაღაცას. ნუ ეხლა სტუმრებსაც გეტყვი, ჩემი შვილი თემაში არის ეხლა კვების თემაში გადაერთო, ჩვენს მეგობრებს გოჭიტებს ეხმარება ოლდენბურგის შაურმის მოხდაში, მის მეგობარი გიორგი ელევა იქნება, მეორე სტუმარი გურმანი კაცი ასევე, მასაც რაღაცა TikTok-ში აქ ეხლა ახალი ქვა გახსნა ესე TikTok არხი და TikTok-ში უღეროს რაღაცებს. ნუ ერთ სიტყვით გემრიელი საჭმელების მოყვარული ხალხი არიან ერთი ზამი ნუ ჩემ შულს განსაკუთრებით ეთყობა ეხლა ძალიან კარგი ხო და ანუ სტუმრებისთვის მოდი ეხლა შევათანხმოთ სამი რაღაცა უნდა გავაკეთოთ ლონგბურგერი არის კახურშოთში გრძელი ბურგერი ლონგბურგერი ეხლა მეორე რომელიც იქ კლიენტმა მოიგონა არის ჩაოლებრივი მწვადი დამამატებინა მეგრული კუპატი და იმერული კუპატი წვარადონა მაგას ხია მწვადი და კუპატი ანუ მწვადი არის 70% 30 კუპატი და ეგ არის ერთ-ერთი აი ხადავორი რა და მესამე არის სულგუნატორი აუ ეგ კაროჩე თხელავაში ეხლა მაგას ვიტყვი და გააკეთო მოდი მე ვიზამ მაგას სულგუნატორი არის წვარადონას და ლონგბურგერს აკეთებ შენ გოგა და სულგუნატორს მე ეთების დროა ეხლა ვაკეთებთ ლონგბურგერს
ერთ-ერთ გამორჩეულ კერძს. ანუ არის კამეჩის სულგუნი იტალიური სანელებლებით, არის შერჩევით ან ზახი, ან ღორი, ან ხბო. ამ შემთხვევაში ღორს ვაკეთებ, რადგან ღორი თოდრა ცხიმიანია და უხდება მე რაღაცნაირად ის ხდება. უფრო წვნიანი და ნიყვის სოკო სეზონურად ხამაც უფრო ხშირად გვაქვს და ეს ყველაფერი ერთად მოვათავსებთ. მზად არის კახური შოდი ჩასადებად და მარტივია ძალიან და უკვე ფაქტიურად შესრულებულია. Twaradona, Twaradona, super gemos, crickets mona. Twaradona, Twaradona, gemo ema, dami mona. სანამ უშუალოდ ჩემი სულგუნატორის კეთებას აგიხსნიდეთ, შეხედეთ დაფას, რამდენი დასახელების კერძები არის აქ თვარადონაში. და ეს სულ ესე არ არის, იცვლება ხოლმე, ზოგი აკლდება, მე ახალი ემატება ასე შემდეგ. ეხლა მოგიყვებით ჩემი სულგუნატორის კეთების წესს. ხმარობთ კამეჩის სულგუნს ან კარგი ძროხის სულგუნს, რა თქმა უნდა, ორეგანოს, ყოველ მიზეს გარეშე კარაქი, რაც უფრო ხარისხიანი იქნება და ცხიმიანი უკეთესი, იმიტომ რომ გააუშვას ესე ჩაჟიავდეს შიგნით, თხელ-ლავაშში ანუ. და მე ეს ყველაფერი ტოსტერდება, ამბავი მიდის, ცხება და ეს წელია რო ხდება, მე არის რაც არის. Twaradona, super gemos, crickets mona. Twaradona, gemo ema, dami mona. ეხლა ვაკეთებთ მწვარადონას, ანუ მეგრული კუპათით ზახის წვადი. Gemo nebishe gradona, dagutsaha gagwagona. Katul street puts to the heads and go down. She kelis Twaradona, 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 Superdona, super gemos, crickets mona. Twaradona, 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 gemo ema, dami mona. მოგესალმებით, მეგობრებო. ეს არის წვარადონა, ეს არის ლონგბურგერი, ეს არის სულგუნატორი. რომლი დავიწყო ჩემი ხა? სულგუნატორი დავიწყო. სულგუნატორი დავიწყო. ეს არის? ეს არის გოგაგოლა. რომელიც ესეთ ბოთლებში არ იქნება, ეს უბრალოდ ექსპერიმენტალურად ეხლა არის. ზალამას ბოთლებში ჩამოისხმება. გოგაგოლა. გოგაგოლა. ვა. ანტარესია. მწვანილი აქვს, ამწვანილი. არხუნა. აღმოვაჩენე უკვე. არხუნა, ჰა. მომწონს. რასეთქი სულგუნატორზე. სულგუნატორი არის გემრიელი, მოიცავ. გოგაგოლა ჩავაყოლოთ. გოგაგოლა ძალიან ასწორებს ხო? კი, როდესაც ცხელად მოდის სულგუნ რამე კერძში, უნდა იყოს ჩემთვის გამდნარი ისე, რომ აი რაღაც ირში არ უნდა მიმეწებოს რა. გამდნარი არის ისე კარგად, რომ ხელს არ გიშლის ჭამაში. ეს არის ეხლა ვფიქრობ, აი მწვანილი არხუნა, ამას შეიძლება ჩამატებული იყოს თუ გამიწევდა. ხო, შეიძლება ჩამატებული იყოს თუ ნაღდი იყოს. მე არხუნას არომატი ძალიან პირიქით ძალიან. არა, გემრიელია, მაგრამ შანზომ ხوار დაამატა თქო ეგ არხუნა, და არხუნა უყვარს როგორ. ხო? უკვე ერთი რაღაცა მენიშნება არის არხუნას სამბავში. გადავიდეთ შემდეგზე თუ მე ამომაყვა ბოლომდე ამა. წვარადონა ხიეთ. კაი, მიდი. საწებელის ვარიანტი. საწეველი რაც აქვს, ამას ქვია ჭოპორტიუსი. ოკეი. ვაუ, რა კარგი გამოიყო. ვა. ძალიან გემრიელია ბიჭო. ეს საზამთროთა ვიზუნაჭერნა. ძალიან კლასია. ამაში არის მწვადთან ერთად მეგრული კუპათის დამატებული. წვარადონა მაგას ქვია რა. ნუ აი მეგრული კუპათის გამო
აუ ძალიან კაია. საწებელი მინდა просто ცოტა მეტი. შეიძლება ჭოპორტიუსი? ჭოპორტიუსი. შეუყვეთ. ამხელა. ძალიან. ეს დღეს 5 ლარი? ამის ფასი არის 7 ლარი, გიო. 7 ლარი რანაირად დღეს ეს. ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა. ივი თუ შეჭამ საღამომდე ქარფერი აღარ ჭირდება. არ მაგას თავი დაანები, просто ანუ გემრიელის და ბევრი ინგრედიენტია. ბევრი ინგრედიენტებია, კი. 1-5 ინგრედიენტი ექნება. ნახე, ეს ინგრედიენტი არის. რანგემრიელია. უპატი და მწვადი ერთმან როგორ მოუხდა ერთმანეთს ესე. ამაზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არაა შენს გაკეთებული. ამ კომბინაციას არ გააკეთებდა რა. მე მგონი რომ პირიქით ეს შემოგაგებული. რატო? რაღაცა შეეცდებოდა რომ ორიგინალური გააკეთებინა. ჩემი აზრით, მაგ ორ ინგრედიენტს ერთმანეთში არ აურევდა რა, მე რომ ვთქვა. არ გარისკავდა მაგრამ. Long burgeri. ვაუ. შიგთავსი რა არის? შემადგენლობაში არის სეზონურად ნიყვიან ქამა, სოკო აღმოაჩინე. ზაქის საქონლის ღორის ხორცი, კიდე არის კამეჩის სულგუნი და სანელებლები არის იტალიური. ამის ფასი? 8 ლარი. შეგვიძლია ვთქვა რომ ფასტფუდია, ხა? ქართული ფასტფუდი არის. ჭოპორტიუს არ ჩაასხავ ამაში? ჩემთვის საკმარისად აქვს. მართლა მე იმდენად გამისწორდა ჭოპორტიუსი რომ ექსტრა აი არ ვიცი რა. ზურას გაკეთებული არ მაქვს მე. აფერ მეტამდე. ვერ ვიტყვი, მიხი? სკუპ და ესე ორიგინალურად გავშვით თქვენს გვერდით. ერთი წუთი ჭოპორტიუსი ვიმატებ რა, აცალია. მეც მინდა ჭოპორტიუსი. აცალია. თუ შეიძლება რა 2-20 წუთი. არა, გიყურებთ ეხლა. ეს დიეტაზე მყოფი კაცი კი განვიცდი ცოტა ვნებებს, მაგრამ შეგარგოთ. პირველ ადგილზე რომელს გაიყვანდით, long burgers, სულგუნატორს თუ წვარადონას, აი, სახელი ვიცით ხი. პირველი ადგილი მწვარადონა, მეორე ლონგბურგერი, მესამე სულგუნატორი. მე პირიქით long burgeri პირველი, მეორეზე გავიყვანდი მწვარადონას, ეთანხმები გიორგის მესამეზე სულგუნატორი. კარგი. თვითონ კონცეფცია როგორ მოგეწონათ ქართული ფასტფუდის? ქართული ფასტფუდი ძალიან მჭირდება, ანუ სრულად ქართული რო იყოს და არა სხვა ქვეყნის რაღაც ინგრედიენტებიდან დამზადებული, ბრაზილიური ღორი, ირანული ერბო, რაღაცა ქართული გვინდა რა და ეს ზის ქართულში. ერაყული. კი ბატონო, თუ ერაყული კიტრი, თუ იგრძენით თვითონ მწვადის ტექსტურაში აი შებოლილის ეფექტი. აბა ხორცს ეთყობა და ეგრეო. ეგ მიიღწევა, ეხა უკვე ვიდეოში ნანახი აქვთ მაყურებლებს, თქვენ არიცით. განსაკუთრებული სცენარებისგან დამზადებულ ნახერხს აყრიან ბოლო მომენტში, როდესაც მწვადი უკვე მოსულია, აფარებენ თავს და აი ნახერხის ბოლის ეფექტში იბოლებას. აქ ჩემი პირადი გაკვირვება, როდესაც მე და გოგა ვისაუბრეთ, აქაურობის შეფი ვინც არის დამფუძნებელი. დამფუძნებელი. ბატონო. ამის ვისაუბრეთ ფასის კატეგორიაზე და მე პირდაპირ ესე დავფარავად უთხარი, რომ ძალიან ზედმეტად იაფი არის მეთქი ასეთი გემრიელი რაღაცების. თქვენ როგორ ფიქრობთ? არა, ხო. ძალიან იაფი. ანუ სადმე თუ შეჭამ 7 ლარად ან 8 ლარად აი ამ ხელა სენდვიჩს. არა, ხო, ძალიან იაფი. აღარ მოხვიდი აქ. ანუ არსად აღარ მიხვდი. კი ბატონო, ესე იგი ლარი. თბილისში კი არა, საქართველოში არ არსებობს ამ ხელა სენდვიჩი, ვინმე შეჭამოს 7 ლარად ან 8 ლარად. ანუ შენ ესე იგი იმ შემთხვევაში ამბობ, მაგრამ თუ სადმე ამაზე იაფად შეჭამს. თუ არ შეჭამს სადმე, ესე იგი რა უნდა ქნას? მოვიდეს აქ. აი ხა თქვენ დაფიქრით და თქვით ამ სამიდან რომელი იქნებოდა ჩემი მე გაკეთება. დარწმუნებული ვარ. აუტისტური შემოდება იყო. მე დარწმუნებული ვარ, შენი დამოკიდებულება ტარხუნის მიმართ რო ვიცი, სად იხმარდი ტარხუნას. ამიტომ მე მგონია რომ წვარადონაში სულგუნატორს თუ შეჭამ ორიგინალს, მაგაში არ იქნება ტარხუნა და შენი დამატებული იყო ტარხუნა. გიორგო, რაღაცა დამავერბოკა გიორგიმ და მგონია რომ ერთიდან რა სიტყვებს ხმარო. სულგუნატორი ქართული შესაწყისი არ ვიცი, ისე ვერ ბოკა ქართულად. ამაჩი მოლა. არა. იცი რა? იცი რა? დამამუშავა. გიომ დამკერა. არ არის ეგ სავალდებულო, რომ ზუსტად ის თქვა, რასაც მე ვამბობ. შენი გეთანხმები მართლა არ გოსტალაზე. გაგიშტილოს ახეს.
კაი, ანუ შეთანხმდა აზრი. ახლა რატო? არხუნის ჩამატება შენი რომანტიზირება ხო, რაღაცა იმიტომ რომ აი კუჭმაჭი და წვადი დარწმუნებული ვარ რომ არ გარისყავდი მაგას რომ ერთმანეთში შენ თვითონ ეგ შენ თავზე აგეღო აი ეს მოკლე პერიოდში რა იმიტომ რომ მაგაზე გემოზე მუშაობა უნდა ამიტომ გონია რომ ეგ ეგრე იყო და ბოლოს ლონგბურგერში იმდენი ინგრედიენტები იყო და კამეჩის სულგუნი სოკო და იტალიური სუნელები არ იზავდი არ არის შენი ოჩ აი კარგად შემომხედე ხა მე არ შეიძლება დაშვების დონეზე რომ რამე კერტში იტალიური სუნელები მოშველი. არა, შუაშია, მაგრამ ახლა ამ ინგრედიენტებთან ერთად არის ხმარდი ეგ მგონია. სოკოსთან და სულგუნთან და რაღაცა ხო, აი ეს აი ზუსტად ვიცი რომ ლონგბურგერი აქ რომ მოვიდე ყოველდღე შევჭამ ეგრე. რა შენ არაფერი არ ჩაგიმატებია მან. ანუ ესე იგი შენ ჯერ კიდევ არ უშვებ იმას რომ შემიძლია მაგდონეზე გავიჯვა? არა, რა შუაშია, მაგას ანუ რაც შეეხება ვერდიქტს თქვენ გაასახელეთ ორივე სულგუნატორი. სულგუნატორს ირჩევთ ორი. ჩემი დღევანდელი აქ ვიზიტის ასპინძელმა ეს ჩემი თამამი გადაწყვეტილება რა თქმა უნდა ეგრევე მიიღო და ისე რომ საერთოდ რა შედეგი დადგება გადაწყვეტილება არის რომ არხუნა იყოს სულგუნატორში და თქვენ გამოიცანეთ ხო აბა რა ანუ რომც არ გამოგეცნოთ მაინც იქნებოდა ისე მოეწონა ჩემი ეს თამამი ამიტომ სხვა დროს ვიხმარ სხვა დროს იტალიურ სუნელებს რაღაცეებში გებჟალია სვაიდი სკენია გებჟალიის სკენი კარგი. გებჟალია მოგოლო. შემაჯამებელი ტექსტი ჩემი ესეთი იქნება, რომ მე პირადად კიდევ ერთხელ და არ მომბეზდება მისმა ვერ დავმალავ აღთქმოვნებას, რომ ასეთი გემრიელობა შეიძლება ამ ფასში ქალაქში მიიღო. წალეკვას ველოდები აქ, სანდრო ახმეტელის 24 ნომერში, მას შემდეგ რაც ეს გადაცემა გავა და ვიზუალურად შაურმა რო თავიდან შემოვიდა მაშინ რა ღირდა 2.50 თუ რაღაც ღირდა და ძღებოდი რა ნაყრდებოდი 7 ლარად просто აი რა შეიძლება რას არა საცხობში თუ ინოვანი ეს 5 ლარი როგორც საცხობში ვერ გაძღები 7 ლარად რა არა შანსი არა და აქ რა ახლა აი ამის ხელა რაღაცა სენდვიჩი მოდის თქვენს პლატფორმებზე სადაც ხართ განთავსებულები შენ ოლდენბურგის მიმართულებით შენ ქვაში აბაზერთ ეს თემა რომ ქალაქში იაფათაც იჭმება და ძალიან გემრიელობთ ეს არის ადგილი რომელსაც ქვია მწვარადონა წვარადონა